ამერიკის დღეების მასპინძელი დღეს ქალაქი ზუგდიდი იყო. საინფორმაციო თუ სხვადასხვა გასართობი ღონისძიებების ეპიცენტრი კი იუსტიციის სახლის გვერდით მდებარე პარკი. ღია ცის ქვეშ დამონტაჟებულ პავილიონებში დამთვალიერებლებს სრულად შეეძლოთ მიეღოთ ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოში სხვადასხვა სფეროში მხარდაჭერილი პროექტების შესახებ, მათ შორის გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების, საკონსულო და საიმიგრაციო მომსახურების საგრანტო და დახმარების პროგრამების თაობაზე. ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქმიანობისა და იმ პროექტების შესახებ, რომელთაც ამერიკის მთავრობა საქართველოში ახორციელებს. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ რიჩარდ ნორლანდთან ერთად დაესწრო. ამერიკის დღეების იდეა იმაში იყო, რომ ამერიკის პატარა ნაწილი ჩამოგვეტანა საქართველოში და გაგვეზიერებინა ამერიკული საბაჭილოები ქართველი საზოგადოებისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ საელჩო თბილისშია, რომელიც მოშორებით არის, ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები გვყავს ზუგდიდში, ახალციხეში, გორში. შესაბამისად, ეს 4 ქალაქი აირჩა ამერიკული დღეების ჩასატარებლად წელს. მთავარი მიზანი არის, რომ გაუზიაროთ ინფორმაცია მოსახლეობას, რას აკეთებს ამერიკის საელჩო საქართველოში. ეს არის პარტნიორობა, იგივე ინფორმაციას გავცემდით ვიზების შესახებ, იგივე იყო საგანმანათლებლო პროგრამები. ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო გამოფენაზე დღეს ქართული პროდუქციაც იყო წარმოდგენილი. მათი დაგემოვნება და შეძენა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო. ჩვენ 3 წლის წინ ნეოპროექტმა დაგვაფინანსა და მოგვცა საშუალება, რომ გაგვეშენებინა მარწყვის პლანტაციები. დღეს უკვე ჩვენ ვართ 10 ფერმერი და მთელ საქართველოში ვაწარმოებთ როგორც ნაყოფის რეალიზაციას, ასევე ნერგებზე კონსულტაციას და ვაშენებთ, უშენებთ და ძალიან დიდ იმას მივახციეთ წარმატებებს. ამერიკის დღეებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ ჩემს ფერმერებს თავიანთი მარწყვის კვლეულობა გამოიტანა და დაეგემოვნებინა ჩვენ ზუგდიდელებს და საერთოდ ვინც სტუმარია ჩამოსული. კარგი აქტივობებია, როგორც ესეთი. არის ბაზარი, თაფლის და ხილეული. კარგი ამბავია და იმედია კიდე გაგრძელდება ესეთი პროექტები მომავალში. ღონისძიებას მეცხრე ტალღის პარტნიორი ამერიკული ტელევიზიის 13 ABC-ის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ამერიკის ელჩს თავიანთი ვიზიტის მიზნებზე ინფორმაცია მიაწოდეს. ზუგდიდში დღეს ამერიკული მუსიკაც ჟღერდა, როგორც ქართველი, ისე უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით. აღფრთოვანებული ვარ საქართველოში ვიზიტით, აქ პირველად ვარ. ნამდვილად მოულოდნელი იყო ჩემთვის ხალხის სითბო და პოზიტივი, რასაც ისინი გადმოგცემენ. ჩვენც ამისათვის ვართ აქ, რომ ჩამოვიტანოთ პოზიტიური მუსიკა და გავუზიაროთ ქართულ ხალხს. ჩვენ გუნდს ქვია, ასე ვთქვათ, C2C. ჩამოსულები არიან სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ერთად დავდგით შოუ და გავაკეთეთ დიდი ფლეშმობი თქვენთვის. ემოციები არის ძალიან უზომო. შტაბ-ჭრებების რა თქმა უნდა დადებითი. და რა ვიცი, ეს ჩვენი შეკრების მიზეზი იყო ის, რომ ამერიკის დღეები არის წელს. წინა წელსაც ვიყავით ერთად შეკრებილები, აზერბაიჯანელები, სომხები, ქართველები. 1000 საუკეთესოები შეგვარჩიეს მოკლედ და წელსაც ჩაგვქცეს ამ ამერიკის დღეებში ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ახალგაზრდები სრულიად ჩართულები ვართ. მე ვარ მომავლის თაობის წარმომადგენელი. კლუბი Edelweiss-ი, სწორედ ამ პროექტის სახით არის ჩემი კლუბი შექმნილი. დღეს აქ წარმოდგენილი ვართ სტენდით, სადაც ჩვენი საქმიანობის შესახებ ვყვებით და ფოტოები გვაქვს წარმოდგენილი. დღევანდელი დღე ძალიან მაგარია, დაუვიწყარია და მგონი ყველა ძალიან გვიხარია და რაღაც ჩვენს იმაში გარკვეული კვალი დატოვა. ძალიან მაგარი დღეა მომწონს. ამერიკის დღეები საქართველოში 6 იუნის თბილისში დასრულდება.